1927 წლის აკაკი ხორავას უნიკალური კოსტიუმი, რამაზ ჩხიკვაძის და ოთარ მეღვინე-თუხუცესის მეფე ლირის სამოსი, კაბები შუაღამის ზაფხულის სიზმრიდან და კიდევ არაერთი გენიალური სპექტაკლის ნაწილი ამჯერად ფესტივალი ფანარტის ფარგლებშია გამოფენილი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი წამოწყება დასასრულს უახლოვდება. თუმცა მის ფარგლებში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საღამოს ვესწრებოდით. ამჯერად თემატური დღე ქართულ თეატრს ეძღვნება. ეს გამორჩეული დღეა ფანარტის ცხოვრებაში, გამორჩეულია იმიტომ, რომ მართლა კლასიკას ვეხებით და ისტორიას ვაცოცხლებთ. აქ ყველაზე ძველი კოსტიუმი არის 1927 წელს შექმნილი ირაკლი გამრეკელის კოსტიუმი, რომელიც აკაკი ხორავას ეწვა. ბევრია ესეთი სახელები და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს, ვასო აბაშიძის მუსკომედიის თეატრს და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, იმიტომ რომ მართლა უნიკალური კოსტიუმების მოწმენი ვართ. თეატრის საღამო უილიამ შექსპირის 450 წლის იუბილეს ეძღვნება. თემატიკაც შესაბამისია. სცენაზე ილიაუნის დასის წევრები ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით, პავლე ინესარიძის რეჟისურით დადგმულ შექსპირის სონეტებს გვთავაზობენ. რეპერტუარში არ ყოფილა, საერთოდ იდეაშიც არ ქონდა აქამდე. ჯერ არ ვიცი, ჯერჯერობით არ ქონია და სადღაც 3 დღე მუშაობთ ამ სონეტებზე და არ ვიცი რა გამოვა და რა იქნება, მართლა არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაღაცა გამოვა. Ძირითადად მოძრაობებში გვაქვს გადატანილი ეს სონეტები, ანუ კი ვყვებით ამ სონეტებს, მაგრამ უფრო მოძრაობით ვაწვდით მაყურებელს, რისი თქმა უნდა და შექსპირს და ჩვენ რისი თქმა გვინდა. და როცა შემოგთავაზეს რომ ეს გააკეთეთო, აქედან დაიბადა აზრი, რომ მოდი ჩვენთანაც გავაკეთოთ, ანუ მთლიანი სონეტები, 154-ე სონეტი რაღაცნაირად იქნებ მოახერხოთ. თეატრის შემდეგ როკისა და ალტერნატიული მუსიკის ჯერია. 29 მარტს ფანარტმა 4 ახალგაზრდა კოლექტივს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სცენაზე უმასპინძლა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ განხრით კონსულტანტი ნიკო ნერგაძე გახლდათ. ამ უკანასკნელის თქმით, ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის კარიერული ტრამპლინია. ეხლა გამოჩნდება როგორები არიან, ანუ ბევრისთვის მართლა პირველი ნაბიჯია სცენაზე. სცენაზე გამოსვლა მართლა ცოტა სხვა რაღაცაა, ვიდრე დემოს ჩაწერა და გამოგზავნა. ამიტომ ჩვენ თავიდან ახლა როცა მივიღებთ მათი გამოგზავნილი სიმღერები, ვფიქრეთ, რომ მიგვეცა შანსი გამოჩენილიყო სცენაზე, დამდგარიყვნენ ეჩვენებინათ რა შეუძლიათ და მაინც დღეს აჩვენებენ კიდევაც. Evergreen, Lost Generation, Clockwork Smile და Duct Tape, რომელიც Music Box-ის მაყურებელმა ცოტა ხნის წინ დივანში ჩატარებულ კონცერტზე გაიცნო. ბიჭები არც ამ შანსს უშვებენ ხელიდან და პანკ-როკის თავისებურ ვარიაციებს ფანარტის სტუმრებს გააცნობენ. საინტერესო ფესტივალია, ანუ თითქმის ხელოვნების ყველა სახეობას ეხება და გადავწყვეტ ჩვენც მივიღო მონაწილეობა და დაგვეკრა. და ყველა ჩვენ ლაივზე განსხვავებული პუბლიკა არის. ძირითადად ჩვენთან უფრო სუბკულტურის წარმომადგენლები მოდიან და აქ როგორც ხედავთ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანების არიან. ისეთ სიმღერებს დავუკრავთ, ანუ 2 ქავერს დავუკრავთ, რაც ყველა მიცის და ყველა აყვება. პირველ რიგში ეს იქნება, რომ ველოდ პუბლიკასთან მუშაობას ვისწავლეთ. ყოველგვარი გამოცდილებაა რა ყველა ლაივი და ამიტომ ვცდილობთ რაც კი გვექნება, ანუ შემთხვევა რომ გავიდეთ ყველა ლაივზე და დავუკრავთ ხოლმე. ფანარტის დაწყებიდან უკან უკვე ლიტერატურის, ჯაზის, მოდის და დიზაინის, თეატრის და ალტერნატიული მუსიკის თემატური საღამოები ჩამოვიტოვეთ. წინ 31 რიცხვში ფესტივალის საზეიმო დახურვა, სადაც მონაწილეებს შორის საუკეთესოები გამოვლინდებიან. გულახდილად გეტყვით, რომ ფანარტი ყოველ წელს გაცილებით დიდ მასშტაბებს იძენს და ამით მხოლოდ მოხარულები ვართ. ახალგაზრდა ხელოვანებს ხომ ხშირად ფართოდ გახელილი თვალებითაც კი ვერ ამჩნევენ.